ბიზინა ივანიშვილისთვის 80 მილიონის დაბრუნებას ნაციონალური მოძრაობა ეხმაურება. გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ამით გამოჩნდა, რომ ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და გლეხებს მისგან დახმარება არ მიუღიათ. უმცირესობის წევრების განცხადებით, ბიუჯეტი, როგორც ახალი ხელისუფლება ამბობს, სულ 300 მილიონია, ამიტომ მათთვის გაუგებარი რჩება 80 მილიონის უკან დაბრუნების თემა. ჯარიმა რომ უკანონო ყოფილა, დღეს დადასტურდა და ამიტომ როგორც ჯარიმა არ უნდა წაეღო. ივანიშვილმა მაშინვე უთხრა, რომ ეს 80 მილიონი მოახმარეთ კახეთში ეკი დაზარალებულებს, დასტურდება ახლა, რომ თურმე ყოფილა მანგარიშზე და ერთი თეთრიც არ მოახმარეს ამ ფულიდან. უნებრივია უკვე გასწორდა ვითარება და დაზარალებულებს დახმარება გაეწევათ შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს არის ნორმალური შედეგი. მორგი დანაშაული კრიმინალური ხელისუფლების, როგორც სააკაშვილის სახით წარმოადგენდა ცოტა ხნის წინ. მე ეს ნამდვილად არ მიკვირს, ერთ-ერთი რაღაცა რევოლუციური არ არის და გასაგებია. ამდენგვარი ალბათ ბევრი გახმაურდება, ბევრი დაირკვევა კიდე, მაგრამ ამას გულმეორებ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების საქმე არის და მათ უნდა გამოიწვიოს. მე მახსენდება ჩვენთაშორის პირველი დღეები, როცა გითხეს, რომ ხაზინაში და ბიუჯეტში რაღაცა 200 მილიონი დავახვედრეთ. ანუ თუ 200 მილიონი დავახვედრეთ და 80 მილიონი უკან წაიღო, ესე იგი დარჩენილი ყოფილა წასაღები კიდე 120 მილიონი. ანუ ალბათ 120 მილიონს გადაანაწილებენ კახეთზე. ანუ მე არ მესმის ახლა თუ ბიუჯეტის ანგარიშზე ეს თანხა იდო და ისეც უნდა მოხმარებულიყო კახეთს, ამის უკან წაღება ერთპიროვნული გაწყვეტილება და ანალიზი მოხდა. იქ სასამართლოს გაწყვეტილება იყო საბოლოო ჯამში კიდე. როდესაც ბატონმა ბიზინამ ეს ფული გადარიცხა 80 მილიონი ბიუჯეტში, მაშინ დაჟინებით მოითხოვდა ხელისუფლებისგან, რომ ეს თანხა უნდა მოხმარდეს დაზარალებულების ზარალის ანაზღაურებას. აღმოჩნდა, რომ ეს თანხა არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე დაბრუნდა მის პირად ანგარიშზე. იურიდიულ მხარეზე ახლა ამ ეტაპზე მე თავში ვიკავებ ვისაუბრებ. ყოველ შემთხვევაში ეს თანხა უნდა დაკავშირიყო, გახარჯულიყო ამ ადამიანების გაუბედურებულ მართლა უუკმაყოფილო დარჩენილი ადამიანების მოსახმარებლად.